მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. კითხვები ბუნებრივია ჩდება, როდესაც ესე დაჩქარებული წესით ხდება რაღაცა ხელა რაოდენობა პატიმრების განთავისუფლება. რაც თავისთავად ცუდი აქტი არ არის და ბუნებრივია, რაც ნაკლები იქნება პატიმრობაში ადამიანი და რაც უფრო ესე ვთქვათ ჰუმანური იქნება სახელმწიფო, ზოგადად კარგია, მაგრამ აქ როდესაც ჩვენ გვაქვს საქმე ესე ვთქვათ რეჟიმთან, რომელიც ხელისუფლებას იყენებს იმისთვის, რომ გაიმყაროს თავის პოზიციები, ბუნებრივია ავტომატურად ჩდება კითხვა, ხო არ არის ეს ის ხალხი, ვინც გარკვეულად წინასაარჩევნო ასე ვთქვათ, ვალდებულებებიდან გამომდინარე, მოხდნენ იმ სიაში ვიღაცების მიმართ ვალდებულებები, ვიღაცის მიმართ დავალება იყო, ასე ვთქვათ, და შესაბამისად აღასრულეს ის, რაც ვთქვათ, შეპირებულები იყვნენ. ანუ აქ სანახავი არის აუცილებლად ის დანაშაულის, ესე ვთქვათ, რა კატეგორიებით იყო, ასე ვთქვათ, რა კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებულები არიან განთავისუფლებულები და ეს ყველაფერი თავისთავად, მაგრამ ის რომ ამ ხელისუფლების ყველა ქმედება იწვევს კითხვებს და არა მარტო კითხვებს, არამედ ძალიან საფუძვლიან ეჭვებს, ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ არც ერთ აქტში, რაც უნდა ჰუმანური აქტი იყოს, ნდობა სახელმწიფოს მიმართ და ამ რეჟიმის მიმართ არ არსებობს და ბუნებრივია ესეც არის. კი ბატონო, როგორ შეიძლება მაშინ რა ტიპის გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ბატონ დიმიტრი აი ამ ამბავს გულისხმობ ამ შეწყალებას, არ ვიცი ხო ალბათ არავინ არ ეტყვის მოქალაქეებს კონკრეტულად რა მუხლებს შეეხოთ, ვინ არიან ეს ადამიანები, რაში დასჭირდა ქართულ ოცნებას ამდენი ადამიანის შეწყალება, მაგრამ აი რა ტიპის რეაგირება შეიძლება მაშინ ჰქონდეს საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხედავთ ჩვენ რა მუხლებით, აბსურდული ბრალდებებით ყოველდღიურად თუ არა ყოველ მეორე დღე იჭერენ ადამიანებს, ხო? ხო, ნუ ახლა აქ ძალიან რთულია რაღაცა კონკრეტული რეცეპტი წარმოგიდგინოთ, რა შეიძლება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის პროტესტი, რომელიც ამდენი ხანია უკვე არის, 50 დღეზე მეტი ამ გონი თუ არ ვხვდები, უკვე სათვალავი ძალიან. 54 დღეა. ხო, ჩვეულებრივად ჩვენ ხედავთ, აი ჩვეულებრივად ორმაგი სტანდარტი ქვეყანაში. ერთის მხრივ დამნაშავეებს, რომელიც დროთა განმავლობაში იჯდნენ და თავის საჯელს რაღაცა სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო იხდიდნენ, იმათ ანთავისუფლებენ. გაურკვეველი მიზეზების გამო და როდესაც ესეთი მასშტაბური ამნისტია არის, ყოველთვის უნდა არსებობდეს ძალიან გამჭვირვალე კრიტერიუმები, რის საფუძველზე, რა ტიპის, ვისთვის არის შეწყალებები და არა ინდივიდუალურად შერჩეული, იმიტომ რომ ესე ინდივიდუალურად პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი უნდა იყოს სათითაო თითოეული кейსი შესწავლილი და იმის მიხედვით გადაწყვეტილება მიღებული და ძალიან ეჭვმეპარება 600 კი არა 1 ან 2 საქმეც კი განეხილა ყოველას. ამიტომაც ეს აქტი ზოგადი ამნისტიისგან, რომელიც შეიძლება საკანონმდებლო დონეზე იყოს, რაღაც პრინციპების, ასე ვთქვათ, დონეზე ყალიბდებოდეს და გამჭვირვალობა, ეს აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ხარ. ჩვენი მეორეს რო კიდევ ხედავთ იმასაც, რომ საზოგადოების, ასე ვთქვათ, პროტესტისთვის ადამიანებს იჭერენ, ამუშავებს ის უკვე კაბალური, ასე ვთქვათ, ახალი ცვლილებები კანონში, როგორც არის ადმინისტრაციულ სამართალდაღუპულთა კოდექსში და 1000-ები თუ იყო და 500 და 1000 ლარი, ახლა 5000 ლარებია უკვე ჯარიმები, ვინც რომ მაქსიმალურად წელში გავწყვიტონ ადამიანები, რომელიც პროტესტს გამოხატავენ. და ნუ ის სისხლის სამართლის წესით დანაშაულში არის და დაპატიმრებულები არიან 50-ზე მეტი ადამიანი, რომელიც არათუ გამოშვებას, არამედ რაღაცა ძევლად ყოფნის, ესე ვთქვათ, სტრატეგია აქვს. და ეს აი ამ ვითარებაში ვართ. ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის კიდევ ერთხელ გაგრძელება პროტესტის, რომელიც არის ქვეყანაში და მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, იძულება სახელმწიფო ხელისუფლების, რომ რეჟიმის რომ დანიშნოს ახალი არჩევნები, იმისთვის რომ ქვეყანა დაბრუნდეს ნორმალური განვითარების კალაპოში. სხვანაირად სხვა გამოსავალი არ არის. თუ არა და ეს ყველაფერი გაგრძელდება, კრიმინალები გარეთ იქნებიან, ესე ვთქვათ, ადამიანები, რომელსაც აქვს დემოკრატიული, ესე ვთქვათ, გამოხატულება, საწინააღმდეგო რეჟიმის მიმართ ისინი მოხდებიან ციხეში და ასე შემდეგ. ზოგი გალახავენ და ზოგს თავს დაესხმებიან და ზოგს და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს აი ამ ვითარებაში შევდივართ. ეს არის რაღაცა ტიპიური უკვე ავტორიტარული სისტემის რეჟიმი, რომელიც, ნუ აი ამ ყველა თავის გამოვლენებას გვაჩვენებს. ყველაზე მახინჯის სახით. კი ბატონო. და ბატონ დიმიტრი, არის თუ არა რამე სიახლე გიორგი გახარიაზე განხორციელებულ თავდასხმის საქმესთან დაკავშირებით? უბრალოდ არც არსებობს ესეთი საქმე, რაღაცნაირად თითქოს არც ყოფილა ეს ინციდენტი, ისე რეაგირებს ამაზე ქართული ოცნება, ხომ? არის თუ არა რამე სიახლე, გუშინაც ვნახეთ ჩვენ, რომ თქვენი მხარდამჭერებიც მივიდნენ შერატონში, რაღაცა ბანერები გააკრეს, წარწერით არ არის უსაფრთხო და ყოველდღე ითხოვთ იმ თავდასხმის ამ სახელ კადრებს, რა არის ბოლო ინფორმაცია?
ну, საქმე რეალურად ეს ფორმალურად აღძრული რა თქმა უნდა არის, თუმცა იმედი იმის რომ პროკურატურა ამას გამოიძიებს არა გვაქვს, მაგრამ მეორე მხრივ შერატონი თუ ამ შერატონის ადმინისტრაცია შეყვება ამ დანაშაულში ადრე თუ გვიან მასაც მოუწევს პასუხისგება, იმიტომ რომ ტკიცებულებების განადგურება არ გაცემა, ხელის შეშლა და ასე ვთქვათ ამ დანაშაულ ქმედებაში შეყოლა რეჟიმის მიმართ მათაც გარკვეულად პასუხისმგებლობას აკისრებს უკვე სისხლის სამართლისას და ამიტომაც ჩვენ განსაკუთრებით ვითხოვთ შერატონისგან რომ ეს ოფიციალურად და ძალიან კანონის შესაბამისად გადმოეცეს დაზარალებულ მხარეს ეს მასალები იმისთვის რომ იდენტიფიცირება მოხდეს და საზოგადოებაში სრული სურათი გამოჩნდეს ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც კონკრეტულად მონაწილეობდა თავდასხმაში ვინ არიან ის ხალხი ვინც ზოგი მაღალი თანამდებობის თუ დაბალი თანამდებობის პირები მაგრამ როგორც ბანდიტები აი ეს კრიმინალები ესე თავსასხმიან ადამიანს შეკვეთით და კონკრეტულად მაფიის ლიდერის ანუ თავარი ვთქვათ განკარგულებელი ივანიშვილის დავალებით ეს არის მთელი სურათი რომელიც აი ამ კადრებში ძალიან კარგად გამოჩნდება და რა თქმა უნდა მთელი ვთქვათ რეჟიმი ცდილობს ამას რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად მიჩქმალოს და არ გამოაჩინო და ნუ რა სადამდე გაძლევს შერატონი და რამდენად შეყვება ამ სისხლის სამართლის დანაშაულში ეს ამას უახლოეს პერიოდში დავინახავთ მაგრამ ჩვენ მედი ვაქვს რომ საბოლოო ჯამში ამის მოიყვება ამ კადრებს და საზოგადოება ნამდვილად ვინ არიან ეს კრიმინალები კი ბატონო, აი ბატონ დიმიტრი, აი ქართულ ოცნება ისედაც არ არის კარგ მდგომარეობაში, ხო, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, ხედავთ მათი მხრიდან რეპრესიებს, ნახეთ ძალადობა, პერსონალური მათ შორის თუ მასიური მოქალაქეებზე და აი ამ ყველაფრის ფონზე კვლავ ესე ჩასაფრებები, კონკრეტულ პირებზე თავდასხმები, ამ შემთხვევაში გახარიასაც გულისხმობს, ზვიად ქორიძეს, გუშინწინ ლელოსოფისთანაც იყო ჩასაფრება ცივი იარაღით, აი რაში შეიძლება სჭირდებოდეს აი ამ ყველაფრის გაკეთება ხელისუფლებას. ანუ ისედაც არ ხარ კარგ მდგომარეობაში, ისედაც ცუდი რეპუტაცია გაქვს შიგნითაც, გარეთაც. ხალხმა იცის, რომ მოქალაქეებს ცემ, განსხვავებულ აზრს ებრძვი და ამ ყველაფრის პარალელურად დამატებით რაღაცა აი ახალი ტიპის თავის ტკივილებს იჩენ, აი როგორც გახარიას შემთხვევა იყო, ხო? რომელიც ასევე წინასწარ დაგეგმილი რომ არის, ამას არავის მე მგონი ეჭვი ამასში არ ეპარება. ეცე ჩვენ ახლა ცოტათი ვაფასებთ ისე როგორც დემოკრატიული ადამიანი, დემოკრატია ადამიანი და დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა აფასებდნენ, რომ ეს რა თქმა უნდა თავის ტკივილია, მაგრამ რეჟიმი იმიტომაც არის რეჟიმი, რომ ესეთი ქმედებები მისთვის დამახასიათებელია. ეს არის რეპრესიის გარკვეული ფორმა, ადამიანებს ერთის მხრივ იჭერენ და აპატიმრებენ ეს აქტივისტებს, მეორე მხრივ პოლიტიკურ ლიდერებზე არის დევნა პრესაზე და სხვადასხვა წარმომადგენლებზე, ვინც მათ ხელს უშლის. ეს არის ის მეთოდები, რომელიც რეჟიმს ახასიათებს ყოველთვის და მათი თავის ტკივილი არის დემოკრატიულ საზოგადოებისთვის თავის ტკივილი. მათთვის ეს როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, ლოგიკური ქმედებებია, ის თუ როგორც შეიძლება ისინი იქცეოდნენ, მაშინ როცა ხედავენ წინააღმდეგობას, ამ წინააღმდეგობას ძალით პასუხობენ, არალეგიტიმური ძალით და დანაშაულით და უფრო და უფრო სიღრმეში შედიან ამ დანაშაულის. ახლა რამდენად გაუვათ ეს ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენზე საზოგადოებაზე, რამდენად ჩვენ ამის საშუალებას მივცემთ, თუ გაუვიდათ, კიდევ უარესები გახდებიან და თუ არ გაუვიდათ, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მათი ხელისუფლება ან და ვთქვათ, ჩვენების გზით დააბრუნებენ თავი ნორმალურ კალაპოტში, ან უბრალოდ ჩამოიშლებენ, იმიტომ რომ დიდხანს ესეთი რეჟიმები ისეთ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიულია საზოგადოება, ესეთი რეჟიმები ესე მარტივად ვერ დამკვიდრდებიან. მარტივი აღარ არის ამდენი ჩვენთვის საკმაოდ რთული, მაგრამ თუ ესე შევხედავთ სხვა რეჟიმების განვითარებასთან შედარებით, ესე უცებ რამდენიმე წელიწადში ჩამოყალიბებული რეჟიმი პრაქტიკულად არ გვხდება. ამიტომაც მათ ამის უნარი, რესურსი და შესაძლებლობები არ აქვს, ჩვენ უნდა გაუძლოთ რაღაცა პერიოდი, კრიტიკული პერიოდი ალბათ იქნება ისევ გაზაფხული, სადაც ჩვენ თუ გავძლებთ ამ პერიოდს, აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. თუ არა და ეს, რასაც ეხლა ვხედავთ, ეს იქნება ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, სტანდარტი ქვეყანაში. აი ესე იქნება ჩვენი ცხოვრება სამომავლოდ, თუ ქართული ოცნება შეინარჩუნა ძალაუფლება და შეინარჩუნა ამ რეჟიმმა ძალაუფლება. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა ბატონ დიმიტრი იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. დიმიტრი ცქიტიშვილი პასუხობდა ჩვენს შეკითხვებს.